ვარ ლილიანა ხახუტაიშვილი 8 წლის. ვსწავლობ შუაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის სახლის დალაგება და ხატვა. 4 წლის რო ვიყავი, ნარგიზიბებამ შემოყვარა სახლის დალაგება. მარტო რო ჩაბოდით ყოველთვის ხან ჭურჭელს ვეცხავდით, ხან ოთახებს ვალაგებდით და ხან წმინდავდით. ეგრე შემოყვარდა სახლის დალაგება. მე ყველაზე მეტად მომწონს ჭურჭლის გარეცხვა. ვიწუწები, მაგრამ ძალიან მომწონს. თევზებს ვეცხავ ბუკლით და ფერით. ბუბკას ქართულად ქვია ღრუბელი. ყველაზე მეტად არ მომწონს ტანსაცმელების დაკეცვა. იმიტომ ბევრი დრო სჭირდება და უმღლის. მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება კარგი ტანსაცმელები. მაქვს ბევრი ლამაზი ტანსაცმელი. კიდევ კარგი დედიკო მილაგებს. სახლში მაქვს ნაცრისფერი ფუშფუშა კაბა და ყველაზე მეტად ის მომწონს. ბავშვობაში სულ ფიქრობდი მოდელობაზე. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ ახალი ჰობი გამომიჩნდა. ეს ჰობი არის ფრჩხილების გაკეთება. მეც ვიკეთებ და სხვასაც ვუკეთებ. ზოგჯერ მამიკოს ვუკეთებ და არასდროს არ მეზარება. მე ყოველთვის ჩემთვის ვამანიკურს და ძალიან კარგად გამომდის. უპირატესობას ვანიჭებ წითელ და ვარდისფერ ფერს. საკიდი მიყვარს, მაგრამ ყური არ მაქვს გახრეტილი ჯერ. ველოდები 9 წლის გავხდე და გავიხრიტო. მაკიაჟის გაკეთება მიყვარს, ზოგჯერ თვალებს ვიღებ, ზოგჯერ ტუჩზე პომადას ვისვამ. ოღონდ როცა განსაკუთრებული დღეა. ახალი წელი დაბადების დღე, ბევრი დღესასწაული მომწონს და ყველა დღესასწაულზე მაკიაჟებს ვიკეთებ. მიხდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე კარგი დღე იყო 8 წლის რო გავხდი. იმიტომ ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა მის სახლში დამპატიჟეს და იქა გადავიხადე. მე რომ გავიზრდები, ავაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნება 3 სართულიანი, დიდი აუზით და დიდი ეზოთი. მეყოლება ლეკვი, კნუტი და კატა. ეზოში იქნება ბევრი ყვავილი. ყვავილებიდან მე ვგავარ ვარდისფერ ვარდს. იმიტომ ძალიან მიყვარს ვარდისფერი და ჩემი საყვარელი ყვავილია. მე კიდე მიყვარს ხატვა და მასწავლა ნარგიზიბებო. როგორ მასწავლა და მაშინ ცუდად გახდა და რომ ამოიყვანეს სახლში, რაღაცა ლოგიძე იწვა ვისაღებში და რო ვრჩებოდით იქა ვარტო, ვიმოკვდა უფურცელი, გადაკეცავდა და ვიხატავდა. პირველად ვისწავლე სახლის დახატვა. ახლა ვხატავ ბევრ რამეს, მაგალითად გოგონას, სახლს, ვარდებს, ყვავილებს, ვარსკვლავებს. მე შემიძლია გასწავლოთ სახლის დახატვა. ჯერ ვაკეთებთ 4 კუთხეთს, შემდეგ ვაკეთებთ 3 კუთხეთს სახურავს, ბალახებს, მზეს და ყვავილებს. მერე უნდა დავხატოთ ფანჯრები და კარები. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი ფერი. ყველაფერს აფუჭებს, იმიტომ რამეზე რომ დაგესხეს აღარ შორდება. მე ზაფხულში ვაპირებ ხატვაზე შესვლას. ეს ამბავი უკვე შეთანხმებული მაქვს დედიკოსთან და მამიკოსთან. სახლში ცხოვრობ მე, მამა, დედა, ჩემი ძმა, ჩემი და ბებია, ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია ანდრია. ანდრია არის ჭკვიანი. სპორტზე ყოველთვის თამაშობ რაღაცებს, ყოველთვის ისიღებს. კიდევ არის ფიარული და არც ისე მზრუნველი. ნამდვილად ვიცი, რომ ჯერ შეყვარებული არ ყავს. თვითონაც მითხრა და ამ ამბავს არ დამიმალავდა. ჩემი აზრით, ანდრია რომ გაიზრდება, გამოვა მაღაზიის გამყიდველი. და არის 4 წლის და ქვია დაიანა. ის არის ცელქი, მტირალა და ძალიან ზარმაცი. დაიანა ალბათ გამოვა მხატვარი. მამიკო არის მშრომელი, მზრუნველი და მხიარული. ძალიან უყვარვარ და სულ მეთამაშება. ჩვენი საყვარელი თამაშია ფრჩხილების გაკეთება. დედიკო არის პრანჭია, ლამაზი, ძალიან უყვარს ქუსლები და ლამაზი კაბები. არის სკოლის დირექტორი და მე ამით არ ვსარგებლო. ისედაც კარგი გოგო ვარ და კარგად ვსწავლობ. ჩემი საყვარელი საგანი არის ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელი არის ლადუზა ტაკიძე. იმიტომ რომ არ ყვირის
მეხუტება ბავშვი და ბავშვები უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფრჩხილების გაკეთებელი. ფრჩხილების გაკეთებელი ვერ გამოვალ, გავხდები ქართულის და მათემატიკის მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დანიელ გოგიტიძე. ყველაზე ჭკვიანია ნუცა ველიაძე. ყველაზე მშვიდია ზუკა ფუტკარაძე. ყველაზე იმედის მომცემია ემილი ხინიკაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, საყვარელი და ლამაზი. ახლა მინდა რომ ვიყო 27 წლის, იმიტომ სამუშაოს დაწყება მინდა. მინდა მქონდეს მაღალი ხელფასი. რად მინდა და საცმელები რომ ვიყიდო ბევრი საჭმელი და ბევრი ფეხსაცმელი. კითხვა მიყვარს ცა. ჩემი საყვარელი წიგნია დაჩის ზღაპრები. ბაბუა ჩემის დამომიტანა. კიდე მიყვარს მულტფილმების ყურება. საყვარელი მულტფილმია ფიფქია. ალბათ იმიტომ რომ მეც ფიფქიასავეთ ლამაზი ვარ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გახდებოდი ნამდვილი პრინცესა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რატომ მგონია რომ ვარ კარგი გოგო? მე იმიტომ მგონია რომ ვარ კარგი გოგო, რომ მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები და კითხვა. კიდე სახლის დალაგება და ყვავილების მორწვა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომ შეეძლოს რომელ თამაშს აკრძალავდა. მე მაგალითად აკრძალავდი Roblox. იმიტომ ძალიან მიშლის ნერვებს და ცოტათი საშიშია. ბედნიერება არის ბაბიკოზე ფრჩხილების გაკეთება და ოჯახის სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.